თეა კაკაბაძე სტუმრებს ყოველთვის თავად უმასპინძლდება. საოჯახო საქმეებში მას ეტლი ხელს სულაც არ უშლის. პატარა სახლის ხელმარჯვედია სახლისმა 18 წელი სწორედ ამ გარემოში გაატარა. ქალბატონი მოვიდა პატარა ბავშვით და ფული მომეწოდა და მე ბავშვი ვიყავი, იქნებოდი 13-14 წლის. შეურაცხყოფასავით ვიგრძენი თავი. მე უფრო რაღაც ჩავიკეტე, აღარ გავდიოდი გარეთ. თუ ქუჩაში დაველოდები, ამ მომენტში არაჩერე მეტაქსები. და რაღაც მაინც აქვთ ჯერ კიდე ალბათ ის შემორჩენილი, რომ კომპლექსი თუ რა ქვია, რა ვიცი ხა მაგას. თეა თომა კაკაბაძესთან შესახვედრად წავიდა. თომა არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებით ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, პანდუსი არ აქვს. სკოლას და გვიწევს შესვლა სათადარიგო შესასვლელიდან, ანუ შავი შესასვლელით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით ორგანიზაცია სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. სამედიცინო ტერმინები ინვალიდი, უნარშეზღუდული, ყრუმუნჯი, ესეთ რაღაცეები ეშლებათ ხოლმე და ამაზეა უფრო მეტი ყურადღება გამახვილებული. მოზარდებმა მართებული ტერმინები მარტივად აითვისეს. სემინარი დასრულდა. საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობისთვის თომამ და თეამ ქუჩაში ეტლით გადაადგილება გადაწყვიტეს. ისინი ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ავტომობილებია გაჩერებული ბარდიურებთან. ახლა ჩვენ გვიწევს ბარდიურიდან ჩასვლა ფაქტიურად. მერია იქნება თუ ნებისმიერი სამინისტრო იქნება მთავრობის სახლი, აი შესვლა სჭირდება 4-5 კაცი. ეს შეურაცხყოფელიც ახლა სულ ვიღაცა აწუხო და რაღაც რატო განსხვავებულად უნდა გრძნობდეთ თავს. ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი ერთხელ მისული, შესასვლელში აქვს პანდუსი, ოღონდ გარეთ მარტო ფასადზე, შიგნით რო შედიხარ ძალიან უხეში პანდუსია და მეორე სართულზე უკვე შეუძლებელია შესვლა. ვერც მეორე სართულზე, მესამე სართულზე ვერ ახვალ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სათანადო გარემოს შექმნის ვალდებულება საქართველომ გასული წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისთანავე აიღო. კონვენცია შშმ პირების ფიზიკური ადაპტაციის გარდა მათ განათლებაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დასაქმებაში ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. ორგანიზაცია თანასხელმძღვანელი შშმ პირების იურიდიულ უფლებებზე საუბრობს. იურიდიულად აძლევს უფლებას ყველა პირს თავისი უფლების გამოყენებისა, უფლების იმისა, რომ იყოს სრულფასოვანი წევრი ჩვენი საზოგადოებისა. და ყველანაირად უნდა მიესალმოს ამას ჩვენი მოსახლეობა. მართალია ეს ბევრ კერძო მეწარმეს შეუქმნის შეიძლება ცოტა პატარა პრობლემას, ვინაიდან მათ მოუხდებათ გადაკეთება. გადაპროექტება მოხდება პროექტის ცვლილება თუ სად შეიძლება ამ ყველაფრის განთავსება და მოწესრიგება ამ ყველაფრის. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მუშაობთ და აუცილებლად ამ შენობისთან დაკავშირებით იცით რომ ჩვენ 14 წლის დასაწყისში უკვე სახელმწიფოდ აღარ ვიქნებით, მინდა რომ ეს პრობლემაც მოაგვაროთ და ამიტომ იქ სადაც ვიქნებით, იქ იქნება ეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციით ამ ეტაპზე შენობის პანდუსებით აღჭურვის ვალდებულება მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკებს აქვთ. ფიზიკური ადაპტაციის გარდა კონვენციით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულებას თეა და თომა მოთმინებით ელოდებიან. დროს, როცა საზოგადოებაში, ტრანსპორტში, ქუჩაში და შენობებში შეღწევას დახმარების გარეშე შეძლებენ.